სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობა 3.914.000 ადამიანს შეადგენს. კიდევ რა მონაცემებია ცნობილი აღწერის შედეგად, როდის იგეგმება დამატებითი სრულყოფილი ინფორმაციის გამოქვეყნება, თემაზე ვრცლად სტუმართან საქსტატის აღმასრულებელ დირექტორთან გოგიტა თოთრაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ისე გამოვიდა, რომ აღწერამდე პრაქტიკულად ყველა ის წინასწარი ინფორმაცია მე და თქვენ ერთად მივაწოდეთ მაყურებელს და შესაბამისად გარკვეულწილად ერთგვარად ეხა იმის შეჯამება უნდა გავაკეთოთ, რაც სამუშაო გაწია საქსტატმა. როგორია წინასწარი შედეგები, ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და რას ამბობს ეს მონაცემები თქვენთვის საქსტატის ხელმძღვანელისთვის და მე უკვე ჩავშალოთ და ვისაუბროთ იმაზეც, ბუნებრივია სრულყოფილი მონაცემები როდის გვექნება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, დღეს ჩვენ გავასაჯაროეთ უკვე წინასწარი შედეგები, ანუ ეს გაახლავთ რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობა სქესობრივ ჭრილში და როგორც აღვნიშნეთ, დეტალური მონაცემები უმცირესი ადგილობრივი ერთეულების, მათ შორის სოფლების დონეზე ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო წლის ივნისში. წინასწარი შედეგების მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობა წინა აღწერასთან, რომელიც 2014 წელს ჩატარდა ჩვენს მიერ, ანუ გაზრდილია დაახლოებით 5.4%-ით, ანუ გვაქვს 200.000 კაცით. აღსანიშნავია ურბანიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, თუ ადრე საქალაქო დასახლებაში ცხოვრობდა 57% მოსახლეობის, დღეს ეს მაჩვენებელი 5%-ული პუნქტით 62%-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით გაზრდილია ქალაქ თბილისის მოსახლეობის წილი, ანუ თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ გაზრდილია ქალაქ ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 53%-ით. ანუ თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერის შედეგების მიხედვით 1.108.000-დან 3.330.000-მდე გაიზარდა და ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა, რომელიც დაახლოებით 150.000-ის ფარგლებში იყო, 235.000 კაცს აჭარბებს. აქ გამოვლინდა რამდენიმე ფაქტი, დაახლოებით 4 მუნიციპალიტეტში, 4 რეგიონში, უпростоრად თბილისის ჩათვლით, მოსახლეობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ეს გახლავთ თბილისის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა ასევე ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები დანარჩენ რეგიონებში და რეგიონებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში შემცირების ტენდენცია რით ახსნით აი ამ ზრდას, ამას და მარტივ მიზეზის გამო ვკითხულობ თქვენს და მეც ძალიან ხშირად მოგვისმენია, რომ დაუშვათ საქართველოს ძალიან ბევრი ადამიანი არის წასული და შესაბამისად, როდესაც ამ აღწერის სამუშაოებს წინა სამუშაო პერიოდი იყო, მაშინაც იყო სკეპტიკური მოსაზრებები, რომ რეალურად რამდენად სწორ შედეგს მივიღებთ, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მსხვილი ნაწილი არის ქვეყნიდან გასული. რეალურად რას უკავშირებთ ამ ზრდას და რამდენად რეალურად ასახავს ეს მონაცემები, რომელიც ახლა მივიღეთ, საერთო სურათს, ბუნებრივია დეტალური არ არის, მაგრამ წინასწარიც უკვე გარკვეულწილად დასკვნების გაკეთების საფუძველს ალბათ იძლევა. ესე იგი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ემიგრაციაზე ვსაუბრობთ, თქვენ ახსენეთ წასულთა რაოდენობა, ეს არ მოგცემს ჩვენ რა თქმა უნდა სრულყოფილ სურათს. აქ გასათვალისწინებელია იმიგრანტების რაოდენობაც ასევე, რომლებიც შევუვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ანუ მიგრაციული სალდო არის სხვაობა იმიგრანტებს და ემიგრანტებს შორის, რომელიც გვევლინება მოსახლეობის რიცხოვნობის ცვალებადობის ერთ-ერთ კომპონენტად. მეორე კომპონენტია მოგეხსენებათ ასევე მექანიკური მატება, ანუ დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის სხვაობა. კონკრეტულად რის ხარჯზე განხორციელდა მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა 200.000 კაცით, ამის შესახებ ჩვენ სრულფასოვანი პასუხი გვექნება
მას შემდეგ რაც დეტალურ მონაცემებს დავამუშავებთ და გამოვაქვეყნებთ, ანუ 2026 წლის ივნისში. თუმცა უნდა გითხრათ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მოსალოდნელი იყო, თუ ჩვენ ადმინისტრაციულ მონაცემებსაც გავაანალიზებთ, მაგალითად, აღწერიდან აღწერამდე პერიოდში, მაგალითად 2014 წელს იყო დაახლოებით 700.000 პენსიონერი, მათი რაოდენობა დაახლოებით 860.000-მდეა გაზრდილი, ასევე მოსწავლეთა რიცხოვნობა 550.000 თუ იყო, მოსწავლეთა რიცხოვნობა დაახლოებით 640.000-მდეა გაზრდილი, ასევე სტუდენტთა რიცხოვნობა და განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების რიცხოვნობა. თუ 2014 წლის აღწერის პერიოდში დაახლოებით 6.000 უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტი იყო, დღეს მათი რიცხვი დაახლოებით 37.000 აღემატება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მონაცემები არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აღწერა არ არის უბრალოდ რიცხვები, ხო? ამ მონაცემებზე დაყრდნობით ძალიან ბევრ ფაქტორზე და მიმართულებაზე თუ არსებულ სურათზე შეგვიძლია მსჯელობა და შესაბამისად მე ამის გამოყენება როგორც კერძო სექტორში საჯაროს ძალიან ბევრი მიმართულებით სწორად შეუძლია. სწორედ ამიტომაც არის საინტერესო თქვენ ახლა ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ეს განმარტებაც რომ მივცეთ ჩვენს მაყურებელს მიგრანტებისა და ემიგრანტების თანაფარდობა. ანუ საქართველოში პირობითად ბოლო 12 თვის განმავლობაში თუ შემოვიდა რაღაც X რაოდენობა და 12 თვის განმავლობაში ისინი იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ამ აღწერის მაჩვენებელში ითვლება? ესე იგი, აღწერის სამიზნე გახლავთ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა. ანუ პირი იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე 12 თვეზე მეტი ხნის მანძილზე თუ ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ის ითვლება მუდმივ მაცხოვრებლად და აქედან გამომდინარე წარმოადგენს აღწერის ობიექტს. შესაბამისად, აღწერამ მოიცვა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დროებით იმყოფებიან საზღვარგარეთ, ანუ თუ 12 თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში იმყოფებიან საზღვარგარეთ, ისინი რა თქმა უნდა აღწერის ობიექტს წარმოადგენენ. ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირებიც აღწერის ობიექტს წარმოადგენენ საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით. რეალურად ამ მაჩვენებლებით რა ტიპის დასკვნის გაკეთების საშუალება გვაქვს? ანუ საქართველოს მოსახლეობა, ახლა ბუნებრივია ყველა საინტერესო საქართველოს მოქალაქეები რამდენი არიან, ხო? მოქალაქე რამდენია ამ დასკვნის გაკეთების საშუალება გვაქვს თუ აღწერა აი ამ სტანდარტებით, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, ცოტა უფრო ფართოდ ცნება და ფართოდ მოიცავს ამ პროცესს. აღწერა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მოგცემს, ოღონდ როგორც უკვე აღნიშნე და ვახსენე, ზუსტად ერთ წელიწადში. ჩვენ გვექნება დავახასიათოთ მოქალაქეობის, აღსარებლობის, ენების ფლობის, დასაქმების, ეკონომიკური აქტივობის, ასევე მიგრაციის და იმიგრაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია. ეხლა ჩვენ რაც გამოვაქვეყნეთ, ეს არის მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, თვითმმართველი ერთეულების მიხედვით სქესობრივ ჭრილში, ქალაქის და სოფლის. კი ბატონო, ანუ რამდენი ადამიანი ამ მომენტისთვის ცხოვრობს საქართველოს დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის ასევე სასოფლო საქმიანობასთან დაკავშირებულ მონაცემებს ჩვენ გავასაჯაროებთ ზუსტად ერთ წელიწადში. რატო ჭირდება დაუშვათ ამდენი დრო? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მონაცემის დამუშავება მოგიწევთ, მაინც ეს ერთი წელი ცოტა დიდი პერიოდი ხომ არ არის თუ დაუშვათ ეს ოპტიმალური პერიოდია, რომელსაც საერთაშორისო ნორმები ითვალისწინებს? ეს რა თქმა უნდა პრაქტიკა, საერთაშორისო პრაქტიკა ამას აჩვენებს, პირიქით ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება და მეტ დროს იყენებს მონაცემების დასამუშავებლად. ამას დრო იმიტომ ჭირდება, რომ ჯერ ერთი ეს გახლავთ კოლოსალური მონაცემთა ბაზა. ანუ ცალკეული ინდივიდის შესახებ ძალიან მრავალი სხვადასხვა სახის ინფორმაცია. მეორე ამ მონაცემების ვალიდაციისთვის გამოიყენება ასევე ადმინისტრაციული მონაცემები, იმისთვის რომ მოხდეს მაგალითად ამ მონაცემების სრულყოფა, სიცრუეში მოყვანა, სტრუქტურირება და ასე შემდეგ. სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს დამუშავება ხდება პარალელურად და შესაბამისად აქედან გამომდინარე ეს გარკვეულ დროსთან ვადებთან არის. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გავრცელებული კითხვა, როდესაც აღწერას უკავშირდება, არის სანდოობა. რის საფუძველზე შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს იყვნენ დარწმუნებულები და თვითონ ჩვენგანი იმაში, რომ ეს მონაცემები არის სანდო? პირველი გამომდინარე იქედან, რომ აღწერა ჩატარდა
მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ამცირებს გარკვეულწილად ხარვეზების რისკებს, ანუ მოგეხსენებათ მონაცემების შეგროვება მთლიანად ელექტრონულად პირველი კვირეების განმავლობაში შესაძლებელი იყო თვითრეგისტრაცია და ამას თან მოჰყვა პლანშეტების გამოყენებით პირდაპირი პერსონალური ინტერვიუს მეთოდი და მეორე ეს გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენს ხელთ არის ძალიან დიდი მოცულობის ადმინისტრაციულ მონაცემთა ბაზები, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების სისრულეში მოსაყვანად. კი ბატონო, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი პროფესიონალიზმის ნაწილი ამ კუთხით რაიმე ტიპის კითხვა ხომ არა აქვს დაუშვათ საქსტაც, როდესაც ამ მონაცემებს ადგენენ და მეორე თუ არიან ადამიანთა რაღაც გარკვეული ჯგუფი, რომელსაც არ მოხვედრილან აი ამ აღწერის ნაწილში ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ ის ადამიანები ავტომატურად რეალურად ჩათვალეთ, რადგან წინა აღწერის დროს პირობითად ითვლებოდნენ საქართველოში მცხოვრება, თუ აი როგორ არის, იმიტომ რომ ხო არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად შეიძლება თქვენს თანამშრომლებს და აღწერის პროცესში მყოფ ადამიანებს არ ენახათ. დიახ, ბუნებრივია. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ეს ბუნებრივი მოვლენა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ნებისმიერ. რამდენი შეიძლება იყოს და ცდომილებას რა ტიპის გავლენას ახდენს მთლიანობაში? აღწერა არ ნიშნავს მხოლოდ პირდაპირი ინტერვიუს მეშვეობით მონაცემების შეგროვებას. შემთხვევით არ მიხსენებია ის ადმინისტრაციულ მონაცემთა ბაზები, სწორედ ის გვაძლევს და იმან მოგცა ჩვენ შესაძლებლობა, სწორედ მსგავსი ტიპის მონაცემები აღმოჩენილი იყო უკვე საბოლოო ინფორმაციაში, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ. ინფორმაცია იმ შემთხვევაში თუ რომელიმე უარი განაცხადა, ან თავი არის და აღწერაში მონაწილეობას, აქედან გამომდინარე მივიღეთ ან ალტერნატიული წყაროდან, ან ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებიდან. შესაბამისად, სრული პასუხისგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მონაცემები, რომელიც არის გამოქვეყნებული საქსტატის მიერ, მოიცავს ყველა ინდივიდის შესახებ ინფორმაციას და გარწმუნებთ, რომ არც ერთი ადამიანი არ არის დარჩენილი აღწერის მიღმა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, აუცილებლად ველოდებით უკვე სრულყოფილ შედეგებსაც, თუმცა მანამდე სიამოვნებით გიმასპინძლებს სხვა აქტუალურ თემებზე. გოგიტა თოდრაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.